ოქტომბერში ჩქარასნული ავტომაგისტრალის ამეტებით 43 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება. ექსპლუატაციაში შევა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრიანი გზა, წლის ბოლომდე კი რუისი-აგარის მონაკვეთი 11 კილომეტრიანი მონაკვეთი. დღეს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მონიტორინგის მიზნით მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებით რუისი-აგარის სამშენებლო მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს ჩქაროსნული მაგისტრალის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. დაახლოებით ოქტომბრის თვეში ჩვენ 5 კილომეტრიან მონაკვეთზე გადავრთავთ მოძრაობას, ხოლო რაც შეეხება წლის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ, რომ მოძრაობა 11 კილომეტრიან მონაკვეთზე გაიხსნას. დღეს ჩვენი წარმომადგენლობა მონიტორინგის მისიით ვიმყოფებით რუისი-აგარა და აგარა-ზემო-ოსიაურის სამშენებლო პროექტებზე. ვამოწმებთ როგორც სამუშაოების მიმდინარეობას, ისე მის ხარისხს და აღვნიშნავ, რომ კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოებით. არის დიდი პროგრესი.